გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სამხედრო სალაშქრო მომზადების რიგით 21-ე საბაზისო კურსი დაიწყო. პირველი საველე გასვლა 23 მარტს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ წოდორეთში გაიმართა. სამოტივაციო მარშში 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. რეკრუტები 10 კვირის განმავლობაში სამხედრო და სალაშქრო საქმეს საბაზისო დონეზე შეისწავლიან. კურსი 10 საველე გასვლას და 40-ზე მეტ თეორიულ ლექციას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის საგანმანათლებლო და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით. მაზნიაშვილის ლეგიონთან უკვე არაერთი პროექტია, რაც თანამშრომლობს და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს ჩვენი თანამშრომლობა ახალგაზრდების წახალისების კუთხით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, პატრიოტიზმის კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი პროექტიც. ამიტომაც ჩვენი ჩართულობა ზუსტად ამ კონტექსტშია, რომ მათ აი ამ ეროვნულ ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცველ ღონისძიებებში მხარი დაუჭიროთ. გვერდში დაუდგეთ და მათთვისაც ეს ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ეკლესია მათთან ესეთი სიახლოვით თანამშრომლობს. დღეს თანამედროვე სამყაროში საკმაოდ დიდი გამოწვევაა ზოგადად დამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, ალკოდამოკიდებულება, ამიტომ ამის ფონზე საპირწონეთ ესეთი აქტივობები, რომელიც ახალგაზრდებს მოუწოდებს ჩართულობისკენ ეროვნულ პატრიოტული სულისკვეთებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით კუთხით განვითარებაში და აი ამ პროცესის წახალისება, ვფიქრობ, დღევანდელი გამოწვევების საპირწონე ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ქმედება და პროექტია. სწავლების ფარგლებში რეკრუტები გაეცნობიან და გაივლიან ესეთ ელემენტებს, როგორიც არის ტყეში გადაადგილება, შენიღვა, დაჭრილის ესე ვთქვათ, გადარჩენის ელემენტებს, ტოპოგრაფიას და სხვადასხვა ესე ვთქვათ მნიშვნელოვან ელემენტებს, სალაშქრო ელემენტებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჩართულია აი ამ პატრიოტულ მოძრაობაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის, რომ ახალგაზრდები იყვნენ დაკავებული ჯანსაღი და პატრიოტული სულისკვეთების ცხოვრების წესით და ჩვენ გავაგრძელებთ მათ ხარდაჭერას, მინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და დავლოცო რეკრუტები, რომელიც დღეს დაიწყებენ ესე ვთქვათ ამ კურსის გავლას, უსულო წარმატება და ღვთისგან ლოცვა-კურთხევა. დანაყოფი დაყოფილია ორ ნაწილად, ერთი ასეული არის სრულწლოვნები, მეორე ასეული არის არასრულწლოვნები. და ეს კურსი გრძელდება 2 თვე ნახევარი, შეისწავლიან სამხედრო და სალაშქრო საქმის საბაზისო დონეზე. ამ კურსის მიზანი არის ახალგაზრდების გაცნობა სამხედრო საქმესთან, სალაშქრო საქმესთან და შემდეგ ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია გააგრძელოს თავდაცვის მოხალისეში ან შეერაღებულ ძალებში პირდაპირ თავის საქმიანობა და კარიერული ზრდა. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სამხედრო სალაშქრო მომზადების რიგით 21-ე საბაზისო კურსი კვირაში 2 თეორიულ სწავლებას და 1 პრაქტიკულ საველე გასვლას მოიცავს. სწავლებისას რეკრუტები შეისწავლიან მსუბუქი ქვეითის საბაზისო უნარჩვევებს. ამ კურსის უშუალო მიზანი არის მოქალაქეები ან სამოქალაქო პირები მოამზადონ მაქსიმალურად საბაზისო სამხედრო წვრთნებით და ასევე აუმაღლონ პატრიოტიზმის გრძნობა, რაც ყველაზე მთავარია. მოუწოდეთ, რა თქმა უნდა, ყველა სამოქალაქო პირს, რომ გაიარონ ეს ლეგიონის საბაზისო წვრთნები. დღეს არის პირველი გასვლა, ეს არის სამოტივაციო მარში, რომელსაც მოწმდება, რამდენად დიდი მოტივაცია აქვს რეკრუტს იმისთვის, რომ მოვიდეს და გაიაროს სრულად კურსი და შემდეგ სრულისამებრ შეუერთდეს ლეგიონის რიგებს. 2 წელია სოციალური მედიის საშუალებით ვადანებდი ლეგიონის აქტივობას თვალს. ყოველთვის მინდოდა, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ საბაზისო სამხედრო გადამზადებაში და წელს მომიხერხდა. ეს კურსი ვფიქრობ, რომ დამეხმარება ყოველდღიურობაში ნებისმიერ მოქალაქეს გაუმჯობესებს თვითდისციპლინას. შეგახსენებთ, რომ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სამხედრო სალაშქრო მომზადების საბაზისო კურსი წელიწადში 2 ჯერ ტარდება. სწავლება კი უფასოა.